მოგესალმებით, მე მქვია ჯონანი, ამ გადაცემის წამყვანი. მე გახლავართ მეცნიერი, ბიზნეს დირექტორი და ასევე მუშაობ მოხალისე მკვლევრად ალატრას გლობალურ კვლევით ცენტრში. ჩვენ მოხალისეობრივ საწყისებზე ერთობლივად ვიკვლევთ ისეთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ საკითხებს, როგორიცაა კლიმატი, გეოდინამიკა და გარემოს დაცვა. ჩვენი მიზანია ცნობიერების ამაღლება და ღია დიალოგის სახალისება, რათა რეალური გადაწყვეტილებებისკენ გადავდგათ ნაბიჯები. დღეს ჩვენ ვიწყებთ საუბრების სერიას, რომელიც ეძღვნება ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად თვალსაჩინო, თუმცა შესაძლოა ყველაზე ფართოდ გავრცელებულ გარემოს დაცვით და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევას, რომლის წინაშეც ვდგავართ. ჩვენ ვსაუბრობთ მიკრო და ნანოპლასტიკზე. ეს უმცირესი ნაწილაკები ახლა პრაქტიკულად ყველგან გვხვდება ჩვენს პლანეტაზე. ევერესტის მწვერვალიდან დაწყებული, მარიანას ღრმულით დამთავრებული და ისეთ ყველაზე დაშორებულ რეგიონებშიც კი, როგორიცაა ანტარქტიდა და პირენეის ტყეები. და გასაკვირი არ არის, რომ პლასტიკის ეს ნაწილაკები უკვე ჩვენს ორგანიზმშიც აღწევს. ისინი ხვდებიან იმ საკვების მეშვეობით, რომელსაც ვჭამთ, წყლით, რომელსაც ვსვამთ და ჰაერითაც კი, რომლითაც ვსუნთქავთ. ეს ბადებს ფუნდამენტურ შეკითხვებს. რა ხდება, როდესაც ეს ნაწილაკები ჩვენს ორგანიზმში ხვდება? როგორ ურთიერთქმედებს ისინი უჯრედებთან და ორგანელებთან? რა ვიცით ამ ეტაპზე ადამიანის ჯანმრთელობაზე, მათი შესაძლო ზემოქმედებისა და შედეგების შესახებ? და საით უნდა მიიმართოს სამეცნიერო კვლევები მომავალში? ამ კითხვებზე პასუხების მოსაძებნად მინდა მივესალმო ჩვენ სტუმარს, დოქტორ ჯეფრი ლონგს, რომელმაც მრავალი წელი გაატარა მედიცინის სფეროში, როგორც რადიაციულმა ონკოლოგმა. დოქტორ ლონგ, მოგესალმებით. დიდი მადლობა. ჩემთვის ნამდვილად დიდი სიამოვნებაა აქ ყოფნა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოდით, პირველი შეკითხვით დავიწყოთ. ეს თემა შედარებით ახალია. პირველად როგორ შეიტყვეთ მის შესახებ? რა მიიპყრო თქვენი ყურადღება, როდესაც ამის შესახებ პირველად გაიგეთ? მიხვდით თუ არა მაშინ, რომ ეს ისეთი საკითხია, რომელსაც ნამდვილად ღირს ყურადღება მივაქციოთ და რომ ეს პრობლემა უგულებელყოფილი არ უნდა დავტოვოთ? შესანიშნავი შეკითხვაა. რა თქმა უნდა. მიკრო და ნანოპლასტიკის შესახებ პირველად ისევე გავეგე, როგორც ბევრმა სხვა ექიმმა, არა რომელიმე ერთი კონკრეტული სათაურიდან, არამედ სანდო მონაცემების ეტაპობრივი დაგროვების წყალობით, რომელთა უგულებელყოფაც უკვე შეუძლებელი გახდა. წლების წინ ვხედავდი იმ ადრეულ ანგარიშებს, რომლებიც აღწერდნენ მიკროპლასტიკს ზღვის პროდუქტებსა და ბოთლის წყალში. იმ დროს ეს გარემოს დაცვით პრობლემად მივიჩნიე. თუმცა დროთა განმავლობაში მონაცემებმა გარესამყაროდან შიგნით გადაინაცვლა, როდესაც ეს ნაწილაკები ადამიანის განავალში, ფილტვებში, სისხლსა და პლაცენტის ქსოვილშიც კი აღმოაჩინეს. ეს უკვე ცვლის სიტუაციას, რადგან საკითხი შორეული გარემოს დაცვითი პრობლემიდან ადამიანზე პირდაპირ ზემოქმედების თემად გადააქცია. რამაც ნამდვილად მიიპყრო ჩემი ყურადღება, ეს არის ყოველდღიურობაში მისი საყოველთაობა. პლასტიკი ყველგან არის და ბიოლოგიური დასაბუთების კომბინაცია. პლასტიკი უბრალოდ ინერტული არ არის. პლასტიკის ბევრი ნაკეთობა შეიცავს დანამატებს, პლასტიფიკატორებს, სტაბილიზატორებს, ანტიპირენებს, პიგმენტებს და ასე შემდეგ. პლასტიკს ასევე შეუძლია ატაროს ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც შთაინქმება მისი ზედაპირის მიერ. ხოლო როდესაც რამეს მიკრო ან ნანომასშტაბამდე ამცირებთ, ზედაპირის ფართობი მკვეთრად იზრდება. შესაბამისად, ზღვარი, სადაც ქიმია ხვდება ბიოლოგიას, ბევრად უფრო არსებითი ხდება. ამ ეტაპზე გონივრული ხდება და ვფიქრდეთ, ხომ არ შეუძლია ამ ნივთიერებების ქრონიკულ ზემოქმედებას ხელი შეუწყოს შანგრით, ოქსიდაციურ სტრესს, ანთებასა და სხვა ბიოლოგიურ ეფექტებს, რომლებიც, როგორც უკვე ვიცით, კავშირშია დაავადებებთან. ვფიქრობ, თქვენს შეკითხვას პირდაპირ რომ ვუპასუხობ, ჩემთვის გარდამტეხი მომენტი იმის გაცნობიერება იყო, რომ საქმე ეხება გლობალური მასშტაბის ზემოქმედებას. ეს ეხება ყველა ადამიანს, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობენ, რა სჭამენ ან რას საქმიანობენ. როგორც ექიმი, როდესაც აწყდები ფართოდ გავრცელებულ, ქრონიკულ და პოტენციურად ბიოლოგიურად აქტიურ და მავნეს ზემოქმედებას, ჩნდება ისევე შეკითხვა, რომელსაც მედიცინაში ისევ და ისევ ვსვამთ. როგორია გრძელვადიანი შედეგები და რა შეგვიძლია გავაკეთოთ სიტუაციაში გარკვევისა და სასურველია ზიანის შემცირებისთვის? ვფიქრობ, კვლევები ამ სფეროში დაახლოებით 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, თუმცა დაახლოებით 5 წლის წინ მიკრო და ნანოპლასტიკისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი ზემოქმედებისადმი მიძღვნილი კვლევები ნამდვილად გამოჩნდა წამყვან მედია საშუალებებში. ჩემი შეკითხვა თქვენთან, ვიდრე სამედიცინო სფეროში მუშაობთ, ასეთია: თქვენი თვალსაზრისით, რატომ დასჭირდათ ადამიანებსა და მეცნიერებს ასე დიდი დრო იმის გასაცნობიერებლად, რომ მიკრო და ნანოპლასტიკის სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას? ანუ რატომ დასჭირდა ამის გაგებას ასე დიდი დრო? იცით, ეს შესანიშნავი შეკითხვაა. და როგორც თქვენ აღნიშნეთ, მართლაც ჯერ კიდევ 2000 წლიდან დავიწყეთ ამის შესახებ საუბრის მოსმენა. და აი ახლა აქ ვართ, უფრო მეტად ინფორმირებულნი და დღეს სწორედ ამაზე ვსაუბრობ.
ვფიქრობ, არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ დასჭირდა ამ პრობლემასთან გამკლავებას ამდენი დრო. პირველ რიგში მიკრო და განსაკუთრებით ნანოპლასტიკის დანახვა და გაზომვა რთულია. 10 წლეულების განმავლობაში რუტინული გარემოსდაცვითი და ბიომედიცინური ტესტირება უბრალოდ არ იყო გათვლილი ამ მცირე ზომის ნაწილაკების აღმოსაჩენად, ან ამ მცირე ნაწილაკების ფონური დაბინძურებისგან გასარჩევად, ან პოლიმერების ტიპების სანდო დასადგენად. ახლაც კი, ამ ტესტების შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს გამოყენებული მეთოდის მიხედვით. ნიმუშის მომზადების ვარიაციები, სპექტროსკოპიის სურები და დაბინძურების კონტროლი, ამ ყველაფერს შეუძლია შეცვალოს ის, თუ რა იქნება აღმოჩენილი. მთავარი დასკვნა ისაა, რომ, როდესაც გაზომვა რთულია, პრობლემის აღიარება ძნელდება. მაგრამ ვფიქრობ, მეორე და მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ პლასტიკი ფართოდ მიიჩნეოდა შედარებით ინერტულ მასალად. საჯარო დისკუსია ფოკუსირდებოდა ხილულ დაბინძურებაზე. გულისხმობ პარკებს, ბოთლებს, ოკეანის ნარჩენებს, სვეთის შედეგად წარმოქმნილ ბოჭკოებს. ნანონაწილაკები ნამდვილად ჩამორჩებოდა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე დისკუსიებს, რადგან ჩვენ არ შეგვეძლო მათი დანახვა ისე აშკარად, როგორც დაბინძურების სხვა თვალსაჩინო ტიპებისა. შესაბამისად, ეს მაშინვე არ იყო თვალშისაცემი, ასე რომ დიახ, ჩვენ ნელა გავაცნობიერეთ ეს. და ვფიქრობ, მესამე მიზეზი ისაა, რომ მეცნიერება, ასე ვთქვათ, დანაწევრებულად, იზოლირებულად მუშაობდა. გარემოსდაცვითი მეცნიერები, ანალიტიკური ქიმიკოსები, ტოქსიკოლოგები, კლინიცისტები და ეპიდემიოლოგები, თითოეულ ამ სამეცნიერო მიმართულებას თავსატეხის სხვადასხვა ნაწილი ეჭირა ხელში. ნამდვილად საჭიროა დრო და სტაბილური დაფინანსება იმ ხიდების ასაშენებლად, რომლებიც აუცილებელია ამ გარემოსდაცვითი მაჩვენებლების ადამიანზე ზემოქმედებასთან, შემდეგ ქსოვილებში გადანაწილებასთან და ბოლოს ბიოლოგიურ ეფექტებთან დასაკავშირებლად. და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კლინიკურ შედეგებთან დასაკავშირებლად. თუმცა მიზეზ შედეგობრივი კავშირის დადგენა დღეს რთულია. ბევრი დაავადება, რომელიც გვაშფოთებს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნეიროდეგენერაცია, ენდოკრინული სისტემის დარღვევები და, რა თქმა უნდა, კიბოს რისკი, მრავალფაქტორიანია. ხოლო, როდესაც ასეთი დაავადებების გამომწვევი მიზეზი არსებობს, მათი გამოვლენა მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ასე რომ იმის დადგენა, რომ ასეთი საყოველთაო ზემოქმედება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამაში, დიდ და საგულდაგულო კვლევებს მოითხოვს. საბედნიეროდ ეს სფერო ახლა სწრაფად ვითარდება, რადგან დეტექციის მეთოდები გაუმჯობესდა და ადამიანებზე ჩატარებული კვლევების პირველმა ტალღამ ეს საკითხი ისეთად აქცია, რომლის უგულებელყოფაც უკვე შეუძლებელია. დიახ, რა თქმა უნდა, თუმცა იცით, რა არის საინტერესო, იმედი მაქვს, ეს წაახალისებს კვლევებს. მაგალითად, თითქოს ყველაზე მარტივი კვლევა მსოფლიოში იქნებოდა იმ მოსახლეობის შესწავლა, სადაც, ასე ვთქვათ, გარემოში ნანოპლასტიკით დაბინძურება საგრძნობლად მაღალია და მათი შედარება იმ მოსახლეობასთან, სადაც გარემოდან ნანოპლასტიკის ზემოქმედება ბევრად ნაკლებია. უბრალოდ იცით, გარკვეული კორელაციების გამოვლენა და იმის დანახვა შევძლებთ თუ არა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ კორელაცია იქნება, მაგრამ მაინც იმ რთული კავშირის დამყარება კორელაციასა და მიზეზ შედეგობრიობას შორის. ასე რომ მართლაც საჭიროა ბევრად მეტი, თუნდაც მარტივი ეპიდემიოლოგიური კვლევა, რაც ნამდვილად აგვეხმარება იმ კვლევების მიმართულების განსაზღვრაში, რომლებიც სუსტად დაადგენენ, თუ რამდენად შეშფოთებულები უნდა ვიყოთ და, რა თქმა უნდა, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამის წინააღმდეგ. დიახ, მოხარული ვარ, რომ პროცესების სწორი მიმართულებით ჩქარდება. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, კიდევ ერთი შეკითხვა, რაც გამიჩნდა. ჩემს მაგალითზეც კი განზრახ თუ უნებლიეთ, მუდმივად ვურევ ერთმანეთში, ხან მიკროპლასტიკს ვამბობ, ხან ნანოპლასტიკს, ხან ერთად ვიყენებ ამ ტერმინებს, ხანაც ცალ-ცალკე. თქვენი პერსპექტივიდან ზომის გარდა, ანუ მიკროპლასტიკი არის ის, რაც არსებითად მიკრონიდან 5 მმ-მდეა, ხოლო ნანონაწილაკები 1 მიკრონზე ნაკლები. რა არის მათ შორის ძირითადი განსხვავება? ანუ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რატომ აქვს ზომაში განსხვავებას ბიოლოგიური მნიშვნელობა? ერთი უფრო საგანგაშოა, ვიდრე მეორე. უნდა გვაინტერესებდეს თუ არა ზომა. იცით, კიდევ ერთი შესანიშნავი შეკითხვაა. ზომასთან დაკავშირებული ნომენკლატურა მეც მაბნევდა. მინდა ხაზი გაუსვა, რომ ზომა უბრალოდ ტექნიკური დეტალი არ არის. ის ცვლის იმას, თუ როგორ იქცევიან ეს ნაწილაკები ორგანიზმში. მიკროპლასტიკი შედარებით მოზრდილი ნაწილაკებია, რომელთა ზომაც, როგორც წესი, 1 მიკრომეტრიდან 5 მმ-მდე მერყეობს. მათი ორგანიზმში მოხვედრა შესაძლებელია საკვების მიღებისას ან ჩასუნთქვისას. გადაყლაპვის ან ჩასუნთქვისას მათი უმეტესობა სავარაუდოდ გამოდის ორგანიზმიდან, თუმცა ამ მიკროპლასტიკის გარკვეული ნაწილი შეიძლება შეკავდეს, განსაკუთრებით თუ ის ლორწოვან გარსში, სასუნთქგზებსა ან ნაწლავის ტრაქტში გაიჭედება. მიკროპლასტიკს ასევე შეუძლია იმოქმედოს, როგორც მატარებელმა დანამატებისა და იმ ქიმიური ნივთიერებებისთვის, რომლებსაც ის გარემოდან იწოვს. რაც შეეხება ნანოპლასტიკს, ზომის თვალსაზრისით, ის ბევრად მცირეა. მას ხშირად აღწერენ, როგორც 1 მიკრომეტრზე ნაკლები ზომისას, ხოლო ზოგჯერ ბევრად უფრო მცირესაც, ათეულობით ან ასეულობით ნანომეტრის დიაპაზონში. ამ უმცირეს მასშტაბში რამდენიმე ისეთი რამ ხდება, რაც ბიოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია,
მათ ორგანიზმის უჯრედები ბევრად უფრო ადვილად ჩთანთქავენ იმ პროცესის მეშვეობით, რასაც ენდოციტოზს ვუწოდებთ, და მათ შეუძლიათ უშუალოდ იმოქმედონ უჯრედულ გარსებზე, მემბრანებზე. პრინციპში მათ უფრო ადვილად შეუძლიათ გადალახონ ბიოლოგიური ბარიერები, მაგალითად ჰემატოენცეფალური ბარიერი, სისხლტვინის ბარიერი, პლაცენტური ბარიერი ან ფილტვებში არსებული ალვეოლურ-კაპილარული ბარიერი. მათი ზედაპირის ფართობი მათ მასასთან შეფარდებით შეუდარებლად დიდია მიკროპლასტიკთან შედარებით, რამაც შეიძლება გაზარდოს რეაქციულობა და ცილებთან, მემბრანებსა თუ ორგანიზმის შიდა უჯრედულ სტრუქტურასთან ურთიერთქმედების ალბათობა. ასე რომ, სამედიცინო თვალსაზრისით, ნანოპლასტიკი განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან მისი გაზომა უფრო რთულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება შოკის მომგვრელად სათანადოდ ვერ ვაფასებდეთ მასთან ჩვენი კონტაქტის მასშტაბებს. გარდა ამისა, მისი მცირე ზომის გამო, უფრო სავარაუდოა, რომ მან იმოქმედოს სწორედ იმ დონეზე, სადაც დაავადებები იწყება. ეს არის ჟანგვითი ოქსიდაციური სტრესი, ანთება მიტოქონდრიული დარღვევები და პოტენციური ზემოქმედება დნმ-ის მთლიანობასა და უჯრედულ სიგნალებზეც კი. ეს საკმაოდ სერიოზული ბიოლოგიური ეფექტებია. რა თქმა უნდა, მიკროპლასტიკიც მნიშვნელოვანია. თუმცა ნანოპლასტიკი, ჩემი აზრით, ფსონებს კიდევ უფრო მაღლა აწევს, რადგან მას პოტენციურად მიუწვდება ხელი ორგანიზმის იმ ბიოლოგიურ განყოფილებებთან, სადაც უფრო მოზრდილი ნაწილაკები ვერ აღწევენ. კიდევ ერთი შეკითხვა, რაც გამიჩნდა, ადამიანები საუბრობენ ორგანიზმიდან ან მიკრონაწილაკების, მიკრობ და ნანოპლასტიკის გამოდევნის სხვადასხვა მეთოდზე. თუმცა თქვენი აზრით, საერთოდ შესაძლებელია თუ არა მათგან გათავისუფლება. მუშაობს ეს მეთოდები, გულისხმობ იმას, რომ ზოგიერთი ადამიანი საუბრობს, მაგალითად, სისხლის გაწმენდაზე გარკვეული დიეტის დაცვით, ან სპეციალური პროცედურების ჩატარებით, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მათი ორგანიზმიდან გამოდევნა. მაგრამ არის ეს რეალურად ეფექტური, რადგან ცხადია, მიკრობ და ნანოპლასტიკი არ არის სასარგებლო ორგანიზმისთვის და ჩვენ გვსურს მათგან გათავისუფლება. თუმცა არის ეს საკითხი კარგად შესწავლილი სამედიცინო სფეროში. ანუ არის თუ არა ეს მეთოდები ეფექტური? აი, რასაც ეს ბლოგერები აკეთებენ და რაზეც საუბრობენ, თქვენი აზრით, არის ეს ეფექტური? აქ მთავარი სურათი კიბოს განვითარების რისკში გარემო ფაქტორების ცვლილს ეხება. ონკოლოგიაში, ჩემს სამედიცინო სპეციალობაში, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი მოსაზრება, რომ კიბო ხშირად ვითარდება გენეტიკური წინასწარგანწყობისა და დროთა განმავლობაში დაგროვილი ზემოქმედებების კომბინაციის შედეგად. გარემოს ზოგიერთი ზემოქმედება აშკარაა. გულისხმობ თამბაქოს, კვამლს და რა თქმა უნდა, გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებებსა და მაიონიზებელ რადიაციას. თუმცა სხვა ფაქტორები ნაკლებად შესამჩნევია და ისეთი ცნობილი გზებით მოქმედებს, როგორიცაა ქრონიკული ანთება, ჟანგვითი ოქსიდაციური სტრესი, ენდოკრინული სისტემის მოშლა, იმუნური დისრეგულაცია და უჯრედების ნორმალური აღდგენის, რეპარაციის პროცესის შეფერხება. მიკრო და ნანოპლასტიკი საგანგაშოა, რადგან ისინი რამდენიმე ამ გზასთან ძალიან სარწმუნო მექანიზმებით ურთიერთქმედებენ. თავად ამ ნაწილაკებს შეუძლიათ გამოიწვიონ ანთებითი რეაქცია, განსაკუთრებით შესუნთქვისას ან იმუნურ უჯრედებთან ურთიერთქმედებისას. ანთებას და ჟანგვით სტრესს კი შეუძლია გაზარდოს გენომური არასტაბილურობა და შეცვალოს უჯრედული სიგნალები. გარდა ამისა, ნანოპლასტიკს შეუძლია შეიცავდეს ან ატარებდეს ენდოკრინული სისტემის დამუღო ქიმიურ ნივთიერებებს ან სხვა დანამატებს, რამაც, რა თქმა უნდა, შეიძლება გავლენა მოახდინოს ჰორმონების მიმართ მგრძნობიარე ქსოვილებზე ან იმუნურ ფუნქციაზე. კიდევ ერთი დაკვირვება, რომელმაც სამედიცინო ინტერესი გამოიწვია, არის ცნობები ადამიანის ქსოვილებში, ხოლო ზოგიერთ კვლევაში კიბოს სიმსივნურ ნიმუშებშიც კი პლასტიკის ნაწილაკების აღმოჩენის შესახებ. მინდა ხაზი გაუსვა, რომ აქ პასუხისმგებლიანი სამეცნიერო პოზიცია სიფრთხილის გამოჩენას მოითხოვს. კიბოს სიმსივნეებში ნაწილაკების აღმოჩენა არ ამტკიცებს იმას, რომ მათ გამოიწვიეს სიმსივნე. სიმსივნე ბიოლოგიურად უჩვეულო გარემოა. მას შეიძლება ჰქონდეს მომატებული გამტარობის მქონე სისხლძარღვები, შეცვლილი ლიმფური სისტემა და მაღალი მეტაბოლური აქტივობა. ამიტომ ასევე შესაძლებელია, რომ ეს სიმსივნეები უპირატესად აგროვებენ ისეთ მოცირკულირე ნაწილაკებს, როგორიცაა ნანონაწილაკები. აქ მთავარი შეკითხვაა, ზრდის თუ არა მიკრო და ნანოპლასტიკის ზემოქმედება რისკებს მნიშვნელოვნად და თუ ასია, რომელი გზებითა და რომელ ქსოვილებში. ამიტომ ჩემი, როგორც ონკოლოგის პერსპექტივიდან, ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ მიკრო და ნანოპლასტიკმა შეიძლება წვლილი შეიტანოს კიბოს განვითარების რისკში, ბიოლოგიურად აბსოლუტურად სარწმუნოა. მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება უფრო მყარი მტკიცებულებები იმის რაოდენობრივად შესაფასებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისინი სხვა ზემოქმედებებთან შედარებით და იმის დასადგენად, თუ რომელი ქსოვილები და გზები ზიანდება ყველაზე მეტად. დიახ, მე ვფიქრობ, რომ კიბო საკმაოდ რთული თემაა, რადგან მიკრო და ნანოპლასტმასის გარეშეც კი ჩვენ მასში ბოლომდე ვერ ვერკვევით. ჩვენ არც ისე კარგად გვესმის ეს საკითხი და როდესაც სიტუაციას მიკრო და ნანოპლასტიკით ართულებთ, ადამიანები აღმოაჩენენ ხოლმე, სხვათა შორის, სიმსივნეებსა თუ ათეროსკლეროზულ ფოლაკებში უფრო მეტი მიკრო და ნანოპლასტიკია. დიახ,
რატომ ხდება ეს? ამ კავშირის პოვნა და ჩვენება ძალიან რთულია, რადგან ჩვენ ბოლომდე არც კი გვესმის ყველა ეს დაავადება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს ძალიან რთული თემაა შესასწავლად, რადგან ჩვენ მას კარგად ვერ ვხვდებით მიკრო და ნანოპლასტმასების გათვალისწინების გარეშეც კი ასე არ არის. თქვენ რადიაციული ონკოლოგი ბრძანდებით და ცხადია, მრავალი წელი გაგიტარებიათ იმაზე ფიქრში, თუ როგორ ურთიერთქმედებს ეს სხვადასხვა გარეგანი აგენტი, მათ შორის მიკროპლასტიკის სხვადასხვა ბიომოლეკულასთან, როგორიცაა დნმ, ცილები, უჯრედები და ქსოვილები. ასე რომ, ახლა, როდესაც ცოტა მეტი იცით მიკრო და ნანოპლასტიკის შესახებ, როგორ შეცვალა ამან თქვენი წარმოდგენა კიბოს ბიოლოგიასა თუ კიბოს განვითარების რისკებზე? დიახ, იცით, კიდევ ერთხელ, შესანიშნავი შეკითხვებია. როგორც რადიაციული ონკოლოგი, რომელიც ყოველდღიურად მკურნალობს კიბოს, ვხედავ რამდენიმე სავარაუდო მექანიზმს, რომლითაც მიკრო ან ნანოპლასტიკს რეალურად შეუძლია გავლენა მოახდინოს იმ მკურნალობაზე, რომელსაც მე რეგულარულად ვუტარებ პაციენტებს. თუმცა მინდა ხაზი გაუსვა, რომ საკვანძო სიტყვა აქ არის სავარაუდო, რადგან ეს ახლად აღმოცენებული სფეროა და ჩვენ უბრალოდ გვჭირდება უფრო პირდაპირი და უკეთესი ხარისხის კლინიკური მონაცემები. მიუხედავად ამისა, არსებობს მრავალი საგანგაშო შესაძლებლობა. მაგალითად, ერთი შესაძლებლობა უკავშირდება სიმსივნის მიკროგარემოს. სხივური თერაპიით მკურნალობისას ორგანიზმის საფასუხო რეაქციაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ჟანგბადით მომარაგება, ოქსიგენაცია, საწყისი ანთებითი ფონი, სისხლძარღვთა ფუნქცია და იმუნური სისტემის აქტივაცია. თუ ამ ნაწილაკების ქრონიკული ზემოქმედება ხელს უწყობს სისტემურ ანთებას ან ცვლის იმუნურ სიგნალებს, თეორიულად, მას ნამდვილად შეუძლია შეცვალოს ის, თუ როგორ რეაგირებს სიმსივნური და ნორმალური ქსოვილების სხიურ თერაპიასა და მკურნალობის სხვა მეთოდებზე, როგორიცაა ქიმიოთერაპია და იმუნოთერაპია. მეორე საგანგაშო შესაძლებლობა არის ურთიერთქმედება ნორმალურ ქსოვილებთან და ამით გამოწვეული ტოქსიკურობა. რადიაციულ ონკოლოგიაში ჩვენ ბევრს ვფიქრობთ ფიბროზზე, სისხლძარღვების დაზიანებასა და ანთებით კასკადებზე. ეს პროცესები შეიძლება განვითარდეს მკურნალობიდან თვეების, წლების შემდეგაც კი. და თუ პაციენტს აქვს დამატებითი ანთებითი ტვირთი ნებისმიერი წყაროდან, მან პოტენციურად შეიძლება იმოქმედოს მკურნალობის შემდგომ აღდგენაზე, სიმპტომების სიმძიმესა და მდგრადობაზე. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს გართულებებს. საქმე ის კი არ არის, რომ მიკროპლასტიკი შეცვლის სხიური თერაპიის ფიზიკას, არამედ მას ნამდვილად შეუძლია გავლენა მოახდინოს ბიოლოგიურ პროცესზე, იმაზე, თუ როგორ ხდება ქსოვილების შეხორცება მკურნალობის შემდეგ. და ბოლოს, მესამე კუთხე ფარმაკოლოგიაა. საინტერესოა, რომ ზოგიერთი ნანონაწილაკი მედიცინაში უკვე განზრახ გამოიყენება მედიკამენტების ტრანსპორტირებისთვის. თუმცა გარემოდან ორგანიზმში მოხვედრილი უნებლიე ნაწილაკები შესაძლოა უკავშირდებოდეს, გადაჰქონდეს, ან აკონცენტრირებდეს ქიმიურ ნივთიერებებს ისეთი გზებით, რომლებიც ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვესმის. ასე რომ, ახდენს თუ არა ეს არსებით გავლენას მკურნალობის ეფექტიანობაზე, ჩვენ ეს ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ ეს აბსოლუტურად ის შეკითხვაა, რომლის შესწავლა და გამოკვლევა კვლავ უნდა გავაგრძელოთ. და მართალი რომ გითხრათ, ჩემთვის ეს შემაშფოთებელია. თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით, რაც ჩემთვის ამჟამად იცვლება, ეს არის ცნობიერების ამაღლება და კონსულტირება. პაციენტები კითხულობენ, რა შეუძლიათ გააკეთონ. ახლა ფრთხილად ვარ, რომ არ გადავაჭარბო იმის შეფასებაში, რაც მეცნიერებამ უკვე დაამტკიცა, მაგრამ ვფიქრობ, სრულიად გონივრულია დაბალი რისკის მქონე ნაბიჯების წახალისებას ზემოქმედების შემცირებისთვის. მაგალითად, მოერიდეთ პლასტიკში საჭვლის გაცხელებას, შეამცირეთ ერთჯერადი პლასტიკის გამოყენება, სადაც ეს შესაძლებელია და რა თქმა უნდა, ყურადღება მიაქციეთ ჰაერისა და წყლის ფილტრაციის ხარისხს. ეს არის ელემენტარული, გონივრული რაღაცები, რისი გაკეთებაც ყველას შეგვიძლია ყოველდღიურად, სანამ კვლევებს წინ წავსწრებთ მეტის გასაგებად. ასე რომ, კიბოს მრავალი ტიპის გათვალისწინებითა და თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, კიბოს რომელი ტიპები უკავშირდება ან, შესაძლოა, გამოწვეულია ყველაზე ხშირად მიკრო და ნანოპლასტიკით. ვიცი, რომ ეს კვლევის პროცესშია. თქვენი აზრით, რატომ გვხვდება მიკრო და ნანოპლასტიკი უფრო მეტად სიმსივნეებში? გულისხმობ იმას, რომ ადამიანები, მაგალითად, მიკრო და ნანოპლასტიკის სიმსივნეებს უკავშირებენ, რადგან ეს მიკრო და ნანოპლასტიკი მეტი რაოდენობით სწორედ სიმსივნეებში აღმოჩნდება ხოლმე. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ეს არ ნიშნავს მიზეზ შედეგობრიობას, მაგრამ მიკრო და ნანოპლასტიკი იზიდავს ამ სიმსივნეებს, თუ მიკრო და ნანოპლასტიკი ავთვისებიან უჯრედებში და შემდეგ ვითარდება სიმსივნეებად. ვიცი, რომ ეს კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა უბრალოდ მინდა გავიგოთ თქვენი აზრი, პირადად რას ფიქრობთ ამ საკითხებზე. რეალური პასუხი ის არის, რომ ბევრად მეტის გაგება გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ის კვლევები, რომლებიც დაგვეხმარება ნანო და მიკრონაწილაკების ზემოქმედების დაკავშირებასა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენაში, კონკრეტულად რა ტიპის სიმსივნეებს იწვევს ის, რა რაოდენობით, რამდენად სერიოზულია ეს და რამდენად ართულებს კიბოს განკურნებას ან მკურნალობის გვერდითი ეფექტების კონტროლს. ჩვენ ეს ჯერ ნამდვილად არ ვიცით. დღემდე არსებულ მეცნიერებაზე დაყრდნობით, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ნანოპლასტიკი და ნანონაწილაკები იწვევს კიბოს კონკრეტულ ტიპებს, ვთქვათ, რისკის გარკვეული პროცენტული მატებით. თუმცა ვიცით, რომ
არსებობს მრავალი შემაშფოთებელი გარემოება იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ისინი ორგანიზმთან, იწვევენ ანთებას, შეაქვთ გარემოდან სხვა ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის ისეთებიც, რომლებზეც ვიცით, რომ კიბოს იწვევს. ასე რომ მე ძალიან მწუხვარ ამის გამო. ჩემსავით ბევრი კლინიცისტი ძალიან შეშფოთებულია ამით, თუმცა უბრალოდ მეტი ინფორმაცია და მეტი კვლევა გვჭირდება, სანამ ამ ძალიან კრიტიკულ და, მართალი რომ ვთქვათ, პოტენციურად სიცოცხლის გადამრჩენ შეკითხვებს ვუპასუხებ. იცით კონკრეტულად რამდენად სერიოზულია ეს ზემოქმედება? ვფიქრობ, ზემოქმედება სერიოზულია. სამწუხაროდ ამ ეტაპზე უბრალოდ ვერ ვახდენთ მის რაოდენობრივ შეფასებას. იცით, ადრეც აღნიშნე, რომ ეს კვლევები შედარებით ახალია და თქვენ ცხადია, აცნობიერებთ, რომ მიკრობ და ნანოპლასტიკის შესაძლოა პოტენციურად დიდ პრობლემას წარმოადგენდეს თქვენს სფეროში. ასე რომ თქვენი პერსპექტივიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ რეაგირებს ამაზე ფართო სამედიცინო საზოგადოება? იცნობენ თუ არა ამ სფეროში მომუშავე თქვენი კოლეგები მიკრობ და ნანოპლასტიკთან დაკავშირებულ პრობლემებს? სკეპტიკურად არიან განწყობილნი, სიფრთხილეს იჩენენ თუ პროაქტიულად გამენ გარკვეულ ნაბიჯებს? როგორია სიტუაცია? არის თუ არა მიკრობ და ნანოპლასტიკის ეს პრობლემა კარგად ცნობილი თქვენს პროფესიაში, თქვენს კოლეგებს შორის? ნეტავ შემეძლოს ვთქვა, რომ იმ ექიმებს შორის, რომლებთანაც ყოველდღიურად მუშაობ, დიდი შეშფოთება და მაღალი ინფორმირებულობაა, თუმცა ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. სამედიცინო საზოგადოებაში, კლინიკურ პრაქტიკაში მომუშავე სპეციალისტებს შორის ზოგადად არ არის დიდი ცნობიერება ნანოპლასტიკის, მიკრონაწილაკებისა და იმ ყველა საკითხის შესახებ, რაზეც აქ ვსაუბრობთ და რაც ასე ძალიან გვაწუხებს. ასე რომ, საგანმანათლებლო კუთხით ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. მინდა ხაზი გაუსვა, რომ ამ პრობლემის გაცნობიერება იზრდება, თუმცა, ღმერთო ჩემო, ის ჯერ კიდევ შორს არის იმ ნიშნულისგან, სადაც ამ მომენტში უნდა იყოს. ახლა მინდა აღნიშნო, რომ კლინიცისტების უმეტესობა, ჩემისთანა ექიმები, გადატვირთულნი ვართ გადაუდებელი კლინიკური მოთხოვნებით. სამედიცინო განათლება კი ჩამორჩება ხოლმე გარემოს დაცვით ახალ მეცნიერებას, როგორიც დღევანდელი ჩვენი საუბრის თემაა. გულისხმობ იმას, რომ ჩვენ ნამდვილად მოწინავე პოზიციებზე ვართ, როდესაც დღეს ვსაუბრობთ ამაზე, ჩემი აზრით, ჩვენი ჯანმრთელობისთვის ამ მნიშვნელოვან საფრთხეზე. თუ ვინმეს არ აქვს განსაკუთრებული ინტერესი სამედიცინო სფეროსა და გარემოს დაცვით ჯანმრთელობაში, ის სავარაუდოდ ყურადღებით არ მიადევნებს თვალს იმ ლიტერატურას, რაზეც დღეს ვსაუბრობთ. იმ ადამიანებშიც კი, ვინც ინფორმირებულია ამის შესახებ, რეაქცია ხშირად ფრთხილია. მათ შეიძლება თქვან, ვაუ, საინტერესოა, მაგრამ არის ეს კლინიკურად დამტკიცებული, ეს სამართლიანი შეკითხვა, რადგან მედიცინა სამართლიანად მოითხოვს მყარ-მტკიცებულებებს, სანამ პრაქტიკას შევცვლით ან თუნდაც მკაცრ რეკომენდაციებს გავცემთ. ასე რომ ცნობიერების ამაღლებას ხელს შეუწყობდა მაღალი ხარისხის სინთეზი და ინტერპრეტაცია, არა უბრალოდ ცალკეული კვლევები, არამედ ის, რაც სამედიცინო თვალსაზრისით ნამდვილად გვჭირდება, კონსენსუსზე დაფუძნებული განცხადებები, სტანდარტიზებული განმარტებები და იმის მკაფიო მიმოხილები, თუ რა არის ცნობილი და რა რჩება, სავარაუდოდ, ბუნდოვანი. ამის გაზიარება კი მსოფლიოსთვის ძალიან პოზიტიური გზით შეგვიძლია და ვფიქრობ, ეს არის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. მართალი რომ ვთქვა, ეს საუბარიც ნამდვილად ეხმარება ამ საქმეს. თუმცა, უფრო ფართო სურათში უწყვეტი სამედიცინო განათლების მოდულები, სამეცნიერო კონფერენციების თემები და ამ საკითხის ჩართვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დისკუსიებში უზარმაზარ დახმარებას გაწევდა. იცით, ასევე ვფიქრობ, რომ კლინიცისტები რეაგირებენ მაშინ, როდესაც არსებობს მკაფიო კლინიკური ინტერესი, ის, რასაც ჩემისთანა და სხვა ექიმები ეძებენ, არის ზემოქმედების ვალიდური ბიომარკერები, არის ეპიდემიოლოგიური კავშირები კონკრეტულ შედეგებთან ან, განსაკუთრებით, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სახელმძღვანელო მითითებები ამ რისკების ეფექტური შემცირებისთვის. დროთა განმავლობაში ამ კომპონენტების განვითარებასთან ერთად, პირდაპირ გეუბნებით, სამედიცინო საზოგადოების ჩართულობა ამ მნიშვნელოვან საკითხში გაიზრდება და დაჩქარდება. ასე რომ მანამ, სანამ ეს მოხდება, ამას ჩამოვაყალიბებდი, როგორც აბსოლუტურად ლეგიტიმურ, თუმცა ახლად აღმოცენებულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემას, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას სენსაციონიზმის გარეშე. დიახ, და ერთ-ერთი რთული საკითხი, რაც თქვენ აღნიშნეთ, არის ანალიტიკური მეთოდი. გულისხმობ იმას, რომ როდესაც ოკეანეებს იკვლევენ, ადამიანები აგროვებენ ნიმუშებს, მაგალითად სპეციალური ბადეებით, ანუ მათ გარკვეული მეთოდის გამოყენება უწევთ. შემდეგ ისინი აანალიზებენ მიღებულ მონაცემებს და, სწორედ რომ თქვა, ისინი პოულობენ განაწილებას, სად არის დიდი ნაწილაკები, სად არის პატარა ნაწილაკები და ის გამოიყურება თითქოს ერთ იზრდება და შემდეგ მცირდება. თუმცა ახლახან დაიწყეს შეგროვება სხვადასხვა მეთოდით და შემდეგ მათ სპექტროსკოპიით სწავლობენ, რათა შეძლონ ყველა ამ ნანოპლასტიკის გაზომვა. და აი ხედავთ, რომ რაც უფრო და უფრო მცირე ზომებზე გადადიხართ, ეს მაჩვენებელი რეალურად ექსპონენციალურად იზრდება, რაც სრულიად ლოგიკურია. ჩვენ კი ეს ყველაფერი გამოგვრჩა მაგალითად ოკეანეებში. დიახ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ ანალიტიკური მეთოდია. ჩვენ არც კი გვაქვს კარგი
მეთოდი ამ მცირე ნაწილაკების გასაზომად. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორ უნდა აიღო ნიმუში ორგანიზმიდან. ეს უკვე ცალკე შეკითხვაა. ასე რომ დიახ, ბევრი გამოწვევაა. ამ ყველაფრის დიდ ნაწილს დაფინანსება განსაზღვრავს. იცით, სწორედ ეს ამოძრავებს კვლევებს სათანადო აღჭურვილობის შესაძენად, მისი კალიბრაციისა და სანდო შედეგების მისაღებად საკმაოდ სოლიდური დაფინანსებაა საჭირო. მე უბრალოდ არ ვფიქრობ, რომ საკმარისი ხალხია ამით დაინტერესებული, ან დაფინანსებას ეძებს, ან და უბრალოდ ხელმისაწვდომი დაფინანსების ნაკლებობაა. თუმცა ამის დიდი ნაწილი სწორედ აქამდე დადის. როგორც ვთქვი, უბრალოდ იმედი მაქვს 20 წლის შემდეგ არ აღმოვაჩენთ, რომ დღეს ბევრად უფრო სერიოზულად უნდა გვეფიქრა ნანოპლასტიკზე, ვიდრე მოგვიანებით, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ ის პრობლემებს იწვევს. ასე რომ, დიახ, რთული სიტუაციაა. იმედი მაქვს, ეს გარკვეულ ინტერესს აღძრავს მეცნიერებში, რათა ჩაატარონ ისეთი კვლევები, რომლებიც ნამდვილად წასწევს პროგრესს წინ ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების გასაგებად. დიახ, გმადლობთ ამ პოდკასტში მონაწილეობისთვის, რადგან იცით, ერთ-ერთი რამ, რისი გაკეთებაც გსურს ცნობიერების ამაღლება, ცნობიერების ამაღლებით კი შევძლებთ დისკუსიების გამართვას, რასაც, იცით, შეუძლია პროცესების სწორი მიმართულებით, პრობლემის გადაჭრის გზებისკენ დაძრას. ასე რომ, კიდევ ერთხელ გმადლობთ აქ ყოფნისთვის, დოქტორ ლონ. და თემა რომ ოდნავ შევცვალოთ. იცით, ბიზნესის კუთხით რომ შევხედოთ, ვარაუდობ, რომ რაკი მიკრო და ნანოპლასტიკი მოქმედებს ჯანმრთელობაზე გარკვეულწილად ფარული თუ შეუმჩნეველი გზით, თუმცა ის თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას, ეს ზრდის ჯანდაცვის ხარჯებს. გულისხმობ იმას, ხედავთ ამას თუ ამ ეტაპზე ეს არც ისე აშკარაა. როგორია თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით? თქვენ ძალიან კარგი საკითხი წამოჭერით. ფიქრობ, სრულიად დასაბუთებულია შიში იმისა, რომ მიკრო და ნანოპლასტიკს აბსოლუტურად შეუძლია გაზარდოს ჯანდაცვის ხარჯები. მაშინაც კი, სანამ ჯერ კიდევ ზუსტად ვითვლით, თუ როგორ და რამდენად გაზრდის ის ამ ხარჯებს. ამის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქრონიკული დაავადებების ტვირთში მისი სავარაუდო დამატებითი წვლილია. თუ საყოველთაო ზემოქმედება მოსახლეობის მასშტაბით თუნდაც ოდნავ ზრდის რისკს ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მეტაბოლური დარღვევების, სასუნთქი გზების ანთება, რეპროდუქციული პრობლემები, ნეიროანთებითი მდგომარეობები ან თუნდაც ის, რაზეც ვსაუბრობდით, კიბო, ჯანდაცვის შემდგომი ხარჯები შეიძლება უზარმაზარი აღმოჩნდეს. ჯანდაცვის სისტემები მთელ მსოფლიოში ისედაც გადატვირთულია ქრონიკული დაავადებების მართვით და მოსახლეობის დონეზე მცირე პროცენტული მატებაც კი შეიძლება დიდ ეკონომიკურ დარტყმად გადაიქცეს. როდესაც ჯანდაცვის ხარჯებზე ვფიქრობ, ასევე გასათვალისწინებელია დიაგნოსტიკური სირთულის ფასიც. ეს ხდება მაშინ, როდესაც, როგორც ასეთ დროს ხშირად ხდება ხოლმე, პაციენტები მიმართავენ ექიმს არასპეციფიკური სიმპტომებით, დაღლილობით, ანთებითი სინდრომებით, ასთმის გაუარესებით თუ გაურკვეველი გენეზის კუჭ-ნაწლავის პრობლემებით. კლინიცისტები ხშირად ატარებენ ვრცელ და ძვირადღირებულ გამოკვლევებს. ახლა, თუ გარემო ფაქტორები ამ მიზეზობრივი ჯაჭვის ნაწილია, მაგრამ მათი მარტივად გაზომვა ან აღმოფხვრა ვერ ხერხდება, შესაძლოა წლების შემდეგ აღმოუჩნდეთ სიტუაციაში, სადაც ვმკურნალობთ ამ ზემოქმედების შედეგებს და არას საწყის მიზეზებს. როგორიც სწორედ ის ნანოპლასტიკია, რაზეც დღეს ვსაუბრობთ. ბიზნესისა და სისტემური თვალსაზრისით პრევენცია, როგორც წესი, ხარჯების გაკონტროლების შორს მიმავალი და საუკეთესო გზაა. თუ გაუმჯობესებული სტანდარტები, უსაფრთხო მასალები და უკეთესი ფილტრაცია შეამცირებს ზემოქმედებას და ამით შესაძლებელი გახდება გრძელვადიანი დაავადებების რისკის შემცირება, ეს არა მხოლოდ ჯანდაცვის ხარჯების დაზოგვის უმთავრესი სტრატეგიაა, არამედ სიცოცხლის გადარჩენაშიც გვეხმარება. ეს იქნება ყველაზე ხარჯეფექტური მიდგომა, რისი გაკეთებაც დღეს შეგვიძლია. ასე რომ ხაზი უნდა გაუსვა იმას, რომ ჩვენ კვლავ გვჭირდება მეცნიერება იმის დასადგენად, თუ სად არის ყველაზე დიდი რისკები და რა ინტერვენციები თუ ნაბიჯები იქნება დღეს ყველაზე ეფექტური. დიახ, კიდევ ერთხელ, სწორედ ამიტომ გვაქვს ეს პოდკასტი. ჩვენ გვსურს ეს ინფორმაცია, რაც შეიძლება ფართოდ გავრცელდეს, რადგან გვინდა ავამაღლოთ ცნობიერება. ეს კი პრობლემის გადაჭრისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. და იცით, ამ ეპიზოდის დასასრულს მინდა დაგისვათ საბოლოო შეკითხვა, იმის გათვალისწინებით, რაც ამჟამად ვიცით მიკრო და ნანოპლასტიკის შესახებ და რაც ჯერ კიდევ არ ვიცით, რისი ხილა გსურთ შემდეგ ეტაპზე როგორც სამეცნიერო საზოგადოების, ისე უფრო ფართოდ საზოგადოების მხრიდან. აბსოლუტურად. ეს იმდენად მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტად რისი ხილაც მინდა შემდეგ ეტაპზე არის მიზანმიმართული, კოორდინირებული ძალისხმევა, რომელიც ამ ნაწილაკების უბრალო აღმოჩენიდან და შეშფოთებიდან გადაგვიყვანს გაზომაზე, მიზეზ-შედეგობრიობის დადგენასა და, საბოლოო ჯამში, რისკების შემცირებაზე.
სამეცნიერო საზოგადოებისთვის რამდენიმე პრიორიტეტი გამოიკვეთება. პირველი, ჩვენ გვჭირდება სტანდარტიზებული მეთოდები. აუცილებელია სამეცნიერო შეთანხმება მიკრო და ნანო მასშტაბების განმარტებებზე, ვალიდური ლაბორატორიული ოქმები, პროტოკოლები და დაბინძურების მკაცრი კონტროლი. ამგვარად, როდესაც ამ კვლევების შედეგებს მივიღებთ, მათი შედარება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა კვლევას შორის. მეორე, გვჭირდება ზემოქმედების შეფასება, რომელიც კლინიკურად მნიშვნელოვანი იქნება, საიმედო საზომები იმისა, თუ რას იღებენ ადამიანები რეალურად ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული ყველაფრისგან, ჰაერიდან, წყლიდან, კვებიდან, მოხმარების საგნებიდან. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, როგორ ექვივალენტობაშია ეს სისხლსა და ქსოვილებში არსებულ ბიომარკერებთან. თუმცა მესამე, გვჭირდება მექანიზმური მუშაობა, რომელიც ზემოქმედებას ბიოლოგიურ ეფექტებთან დააკავშირებს. რა ხდება? იმდენი რამ არის გასაგები ანთების, ჟანგვითი სტრესის, იმუნური სიგნალების, ენდოკრინული გზებისა და უჯრედული დაზიანების დონეზე. ამასთან ერთად, რაც ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკულად აუცილებელია, არის კარგად დაგეგმილი ლოჯისტიკური, ხანგრძლივი კვლევები, სადაც ადამიანებს წლების განმავლობაში დავაკვირდებით. ეს დაგვეხმარება ამ ნაწილაკების მიზეზშედეგობრიობისა და დოზა-საპასუხო რეაქციის კრიტიკული საკითხების მოგვარებაში. ხოლო უფრო ფართოდ საზოგადოებისთვის, ვფიქრობ, დაბალანსებული მიდგომა გვჭირდება. დღეიდანვე აუცილებლად უნდა შევამციროთ პლასტიკის არასაჭირო გამოყენება, გავაუმჯობესოთ ნარჩენების მართვა და ფილტრაცია და წავახალისოთ ისეთი მასალები და წარმოების პროცესები, რომლებიც არ იშლება ასეთ მდგრად, ბიოლოგიურად აქტიურ ნაწილაკებად. აქ მიზანი პანიკა კი არ არის, მიზანი დღეიდანვე რისკების შემცირება, მტკიცებულებებსა და, თუ გნებავთ, საღაზრზე დაყრდნობით. და ბოლოს, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება უკეთესი კომუნიკაცია. ეს პოდკასტი უაღრესად მნიშვნელოვანია. საზოგადოება აბსოლუტურად იმსახურებს იმის ცოდნას, თუ რა არის ცნობილი და რა არა. ასე რომ, თუ შევძლებთ საზოგადოების განათლების გაგრძელებას სწორედ ისე, როგორც ახლა ვაკეთებთ და ბიძგს მივცემთ მეცნიერების, კლინიცისტების, პოლიტიკის შემქმნელებისა და პასუხისმგებლიანი ინდუსტრიის გაერთიანებას გამჭვირვალე მონაცემებისა და პრაქტიკული ნაბიჯების ირგვლივ, ჩვენ, თქვენ, მე, თითოეული, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, ყველას შეგვიძლია რეალური პროგრესის მიღწევა. ეს სწორედ ისეთი საკითხია, სადაც მკაფიო სტრატეგიულ ხედვას, ერთიან გზავნილებსა და უწყოთ მხარდაჭერას შეუძლია დააჩქაროს გზა კვლევიდან ძალიან პოზიტიურ, სიცოცხლის გაუმჯობესებისკენ მიმართულ, რეალურ გადაწყვეტილებებამდე. უცბად ვერც კი მოვიფიქრებ უფრო რთულ საკვლევ თემას, ვიდრე ის, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენჯერ აუნიშნე, რამდენად საყოველთაო და ფართოდ გავრცელებულია ეს პრობლემა. გულისხმობ იმას, რომ დედამიწაზე ვერ იპოვით ადამიანს, რომელსაც ნანოპლასტიკის ზემოქმედება არ გამოუცდია. ასე რომ ეს რეალური გამოწვევა იქნება. თუმცა ეს იმდენად მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს არ დავიწყებთ ბევრად მეტი კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა თუ ქრონიკული ჯანმრთელობის მდგომარეობების გავარესების ხილას და შემდეგ 20 წლის შემდეგ არ აღმოვაჩენთ, რომ ეს ნანოპლასტიკით იყო გამოწვეული და უბრალოდ კვლევები არ დავიწყეთ დღეს. ასე რომ იმედი მაქვს ეს აამაღლებს ცნობიერებას და ვიმედოვნებ, პროცესს წინ წასწევს იმის გასაგებად, თუ როგორია ამ ნივთიერებების ზემოქმედება და რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამის შესახებ დღესვე. ჩინებულია. დიდი მადლობა დღეს თქვენი მოსაზრებებისა და პერსპექტივების გაზიარებისთვის, დოქტორ ლონგ. ნამდვილად დიდი სიამოვნება იყო თქვენი სტუმრობა ჩვენს გადაცემაში და მოუთმენლად ველით თქვენს ნახვას ჩვენს ერთ-ერთ მომავალ გამოშვებაში. ასე რომ მადლობა, დიდი მადლობა აქ ყოფნისთვის. ხოლო ჩვენს მსმენელებს, მადლობა ჩართვისთვის. იცით, ისეთი გლობალური პრობლემების გაგება და გადაჭრა, როგორიცაა მიკრო და ნანოპლასტიკის, სწორედ ასეთი საუბრებით იწყება. ასე რომ, თუ დაინტერესებული ხართ მეტის გაგებით, გირჩევთ უყუროთ ახლახან გამოსულ დოკუმენტურ ფილმს, რომელსაც ჰქვია ნანოპლასტიკის საფრთხე სიცოცხლისთვის, სხვათა შორის, რომელშიც მეც და დოქტორმა ლონგმაც მივიღეთ მონაწილეობა. ბმულს იპოვით ამ ეპიზოდის აღწერაში. მანამდე კი, გმადლობთ მოსმენისთვის და მომავალ შეხვედრამდე. ეს საინტერესო იქნება. მოუთმენლად ველი. სხვა მომხსენებლების მოსმენითაც ვისწავლე რამდენიმე რამ. ძალიან მაგარია. ყველაფერი კარგადაა.